დიახ, ახლა როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთაველის გამზირზე დღესაც იკრიბებიან აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ორი უცვლელი მოთხოვნა, ეს არის გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ასევე დაინიშნოს ახალი არჩევნები. დღეს 41 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. ხალხი ნელ-ნელა იკრიბება, მოქალაქეებს ვხედავთ გზის ორივე მხარეს, მათ შორის მსხარია გამოჩენაც კი. მე ვეცდები, რომ გადავიდე აქციის მონაწილეებთან და სანამ ესე თქვა დაიწყება რაიმე კონკრეტული თქვა აქტივობა, ვეცდები რომ შემოგთავაზოთ კომენტარები. ანი შარქაძეს ხედავ, ანი მოგესალმებით, ბოდიში გაგაწყვეტინეთ. ანი, თქვენ ხართ ის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ზუსტად 41 დღეა დგას რუსთაველზე. რა არის მთავარი და 41 დღეა ხევა რაკდა თუ 141 ლარი მომცეს თურმე აქ დგომისთვის. აი ეს მომცეს მე 141 ლარი, ანუ სასაცილო არის, ანუ აი ესეთ რაღაცებზე მეცინება და ამიტომ სპეციალურად დავაწერე, რომ აი ეს ამას გვაძლევენ. აი ასეთ ფარატინა ქაღალდებს გვაძლევენ თურმე ჩვენ ფულს გაძლევენო და გახართო და მეცინება თუ ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა. რა ვიცი, იცით რა არის როგორც ყოველთვის, ყოველ დღე, 41 დღე, მანამდეც ყველა აქციაზე ვიდექი და ვიდგებით მანამდე ყველანი და ძალიან ბევრი ხალხი გვერდება. მე ისეთ სახეებს ხედავ, არასოდეს რო არ მინახავს აქციებზე, იმიტომ რომ აქციაზე თითქოს ყველა ერთმანეთს ვიცნობ. ძალიან ბევრი ხალხი გვერდება და აი ზუსტად ეგ არის რა. საჯარო სამსახურებიდანაც ძალიან ბევრი ადამიანები გვესაუბრებიან, ვიცნობთ და ასე შემდეგ და ეს რახან ხმას არ იღებენ, ის მას არ ნიშნავს, რომ არ სულით და გულით აქ არ არიან. ამიტომ ჯერა გამარჯვების და ძალიან მალე გავიმარჯვებთ. ვიდგებით მანამ, სანამდე ჩვენი პატიმრები, სინდისის პატიმრები, ძმები, შვილები არ გამოვლენ და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. ეს უპირობოდ ასე უნდა იყოს და იქნება. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. აი ხედავთ აქციის მონაწილეები ნელ-ნელა იკრიბებიან გზის ორივე მხარეს ხდება. იქ ასევე ხედავთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც და ნოდარ ჯარმელიშვილთან ერთად მუშაობ. ნოდა, თუ არის შესაძლებელი, ვაჩვენოთ გოგონა, რომელიც ცალკე დგას, აქვს კონკრეტული მოთხოვნა, დღე 41, თუმცა სხვა წარწერას ვერ ხედავ ბანერზე, მაგრამ ის იქცევდა მათ შორის გამრავლელი ავტომობილების ყურადღებასაც და ასე ვთქვათ, ამხნევებდნენ მას. თუმცა ვხედავთ, რომ ასე ვთქვათ, მოქალაქეთა ნაწილი რჩება, იკრიბება, როგორც უკვე გითხარით და სავარაუდოა, რომ დღესაც გადაიკეტება გზა. მე ვეცდები, აი კეტავენ კიდეც, თუ არ ვცდები, ნაწილი გადავიდა მოქალაქეების. არ ვიცი თქვათ ისინი გზაზე განთავსდებიან თუ გადაინაცვლებენ უბრალოდ გზის მეორე მხარეს, როგორც კი ასე ვთქვათ, მოგვეცემა შესაძლებლობა. დიახ, გადადის ხალხი, როგორც ხედავთ და გზა რუსთაველის გამზირზე უკვე 41 დღეა და დღესაც გადაიკეტება. აი ქალბატონთან მივალ, კითხვით მოგესალმებით. მე დაგინახეთ გზის მოპირდაპირე მხრიდან. თუ შეიძლება კითხავთ თქვენს დღევანდელ დღეზე იმ აქციებზე, რომელიც უკვე 41 დღე ავტომობილი გავატაროთ თან. კი ბატონო. 41 დღეა, საკმაოდ ვადა გაუვიდა უკვე, ისედაც არალეგიტიმურ ჩვენს თავრობას. ასე მოხდება ყოველ საღამოს გზის გადაკეტვა, ასე მოხდება ყოველ საღამოს პროტესტი. მანამ არ მივაღწევთ ჩვენსას, არ დაინიშნება ახალი არჩევნები, არ განთავისუფლდებია რეჟიმის პატიმრები და მე კიდევ ის მინდა დავამატო, რომ როდემდე უნდა იყოს შერჩევითი სამართალი ჩვენს ქვეყანაში, რომ რეჟიმის პატიმრები არიან ციხეში და არც ერთი მათი ისინი ვინც ასე დაასისხლიანა და ამ მდგომარეობაში ჩაგდო ჯანმრთელობის მხრივ და ჯერ კიდევ იკვლევენ რა არის გამოყენებული იმ ცეცხლდენ გაზში, არც ერთი არ არის პასუხისგებაში მიცემული. პროტესტი ყველაფერზე მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერზე და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო იმატებს ჩემი და ასევე ამ ადამიანების, ვინც აქ ვართ და ვინც არ ვართ კიდევ იმათი პროტესტი. ჩვენი ხმა ისმის სრულიად სოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში. დიდი მადლობა. ასევე თქვენ წილოცავთ. ასეთი ადგილზე არსებული ვითარება გზა უკვე არის გადაკეტილი. რამდენიმე წუთი აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ნელ-ნელა მატულობენ და პროტესტი 41 დღესაც ბუნებრივია გაიმართება. მე ვხედავ ვაჟა
გაფრინდაშვილსაც მის მეუღლესთან და კოლეგებთან ერთად გამარჯობა, მოგესალმებით. თუ შეიძლება გკითხავთ აი იმ ენერგიაზე, რაც უკვე 51 დღეა გაძლევთ საშუალებას, რომ უწყვეტად გამოხვიდეთ აქციაზე, კოლეგასთან ერთად ვიმუშავებთ. ბატონო შაურივე არხი გისმენთ. ენერგიაზე აქ ლაპარაკი არ არის, როდესაც ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას, რომელიც ბევრჯერ თქვით, ახალს ვერაფერს ვერ ვეთქვი, ის მუხტი, რაც დღესდღეობით არის ახალგაზრდობის მიერ შენარჩუნებული, ყველანი ავყევით ახალგაზრდებს, ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროპული კურსისკენ მობრუნებისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი, ცხადია. ამ მიზნისათვის დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, 500-მდე დაზარალებულია და აუცილებელია ყველა უკანონოდ დაკავებულის განთავისუფლება და ყველა კანონის დამღების ეგრეთ წოდებული კანონდამცველების აუცილებლად დასჯა. არავით არ ითქვათ ის რაც იყო ადრე რომ ჩატარდა ამნისტია 2020-2019 წელს, ეს ამნისტია თუ ჩატარდა, ეს იქნება ჩვენი დამარცხება. დიდი მადლობა. ეკი ვაჟა გაფრინდაშვილს უსმენდა მაყურებელი. ნამდვილად როგორც გითხარით, აი ისება უკვე ხედავ პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდანაც მოდიან მოქალაქეები, ისე როგორც თავისუფლების მეტროს მხრიდანაც. აღსანიშნავია ის, რომ საპატრულო პოლიციას არ შეკრებულ მოქალაქეებისთვის გზის გადაკეტვისთვის არ შეუქმნია პრობლემა, გაიყვანეს ავტომობილები და შემდგომ მათაც დატოვეს ტერიტორია. თუმცა პირველი სკოლის ეზოში განვითარდა ცოტა ხნის წინ პროცესები, როდესაც სტუდენტთა მცირე ჯგუფი იყო შეკრებილი და მათ ილიასა და აკაკის ძეგლზე, სადგამზე, ასე ვთქვათ, იზოლაციით მიაწევეს გარკვეული მოთხოვნები, რაც აქვს სტუდენტებს, რაზეც მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და უთხრა, რომ ეს არის იერსახის დაჯარიმება. მიუხედავად იმის, რომ აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, რომ ის არ დააზიანებს ძეგლს და მხოლოდ 2 საათით იქნებოდა კონკრეტული ბანერები გაკრული, მაინც თქვათ მოითხოვა პოლიციის წარმომადგენელმა მათი იდენტიფიცირება და სავარაუდოა, რომ უბრალოდ არის მოლოდინი მასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ პირველი სკოლის ეზოში, ამ აქტის გამო დაჯარიმდებიან, რასაც თავის მხრივ პროტესტანტები უკავშირებენ იმას, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მიუხედავად იმის, რომ მათ მოსთხოვეს კიდეც წარმომადგენელს კონკრეტული მუხლი კანონის არის მიხედვით უკრძალავდა მათ ამ აქტის შესრულებას, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ეს მოთხოვნა პოლიციელმა არ დააკმაყოფილა, გვეძლება საშუალება მოვისმინოთ ეს კომენტარები, რაც პირველ სკოლის ეზოში მდგეთებოდა. არა, ნახავდა გითხარი, გითხარი, აგიცენი ესაკის დამახინჯება გაკრული და რა რას ნიშნავს ეს იერსახის დამახინჯება? ისი რას ნიშნავს, თუ ძეგლზე არ უნდა გააკრა რაღაც გინდა რომ გამოხატო. გითხარი, დაიკავე, მაჯარიმებს დაიკავე ხო? ნახე მე არ გაჯარიმე. როდესაც იერსახეს ამახინჯებს გაუშვად ის რაც რჩება მე. გეუბნიდან თუ ვერ იგებ ერთსა და იმავე იდენტიფიცირება სახალი გვარ კითხარი რა იდენტიფიცირება მოხდება. ამერ ვარ რა. ბატონო მეგობრო 2 საათში რო ჩავხსა შეიძლება 2 საათი მოვჩებით და ერთი საათი აიგავთ მას პასუხისმგებლობას არ ჩამოხს. ორგანიზატორია. კი ბატონო არ ჩამოხს. ხსნა უნდა პლაკატების მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად მაგიერ სახის ამახინჯების გამო იზოლენტით გავაკარით პლაკატები ზუსტად იმიტომ, რომ არ მოგდავებოდნენ იმაზე იერ სახის ამახინჯებას რაც ეხება, იმიტომ რომ არანაირ კვალს არ ტოვებს აბსოლუტურად იზოლენტა და გვეუბნებიან, რომ აი ხა ეს უნდა ჩამოხსნა და როცა ვეუბნები, რომ მაშინ კონკრეტულად მითხარი რას ნიშნავს ეს იერ სახის ამახინჯება, რომ რა დონემდე შეიძლება რომ შევეხო ძეგლს. და რატო არიცავს მაშინ არავინ ამ ძეგლებს თუ ეს იერსახის დამახინჯება ესეთი სერიოზული პრობლემა არის. მაშინ კონკრეტულად ჩამიშალეთ ხო, მაგრამ ვერაფერი ვერ ჩამიშალა როგორც ყოველთვის და ამიტომ ვაგრძელებთ. კოდექსი არ მოგიტანთ, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ არსებობსო და როცა ვთხარი რა როგორ შეიძლება რომ ისე მითხრა რაღაც და დამაჯარიმე ისე რომ არ მითხრა, არ ამიცნა კონკრეტულად რის გამო მაჯარიმებ, მითხრა რომ ეს არ არის საჭიროა და რავი ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სპეციალურად შევარჩიეთ იზოლენტაც კი, იმიტომ რომ ძეგლის იერსახე არ დამახინჯებულიყო, ანუ სპეციალური კვალი არ დაეტოვებინა. ვუთხარით რომ სადემონსტრაციოდ მოხსნიდით და უკან მივაბამდით, რაც იმის საჩვენებლად რომ არანაირ კვალს ეს არ ტოვებს, თუმცა როცა ჩავიკითხეთ რას ნიშნავს ძეგლის იერსახის დამახინჯება, პასუხი ვერ გაქვს. უთხარით რომ მხოლოდ 2 საათიანი აქტივობაა და არ ოპირებთ დიდი ხნის გაგრძელებას, უბრალოდ ანდროის გავლენაში ხელში ჭერა არ არის კომფორტული. ვერ დაგვისაბუთა რატომ უნდა ჩამოხსნათ.
ასე ვითარდებოდა მოვლენები უშუალოდ პირველ სკოლასთან, ჯერჯერობით კონკრეტულ მოქმედებას ძალოვანი უწყების მხრიდან ადგილი არ ქონია, უცნობია ჩვენთვის, მოხდა თუ არა უკვე სტუდენტთა იმ კონკრეტული ჯგუფის დაჯანმება, რომელიც შეკრებილი იყო. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ხედავთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გადაკეტილი მოძრაობა იყო, ხალხი ნელ-ნელა ისევ მატულობს ტერიტორიაზე, რაც არის დამახასიათებელი ამ აქციებისა, სპონტანურად ხდება შეკრება მოქალაქეებისა, ისევ როგორც მთელი ამ 41 დღის განმავლობაში, ხედავთ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და ასე ვთქვათ, უცვლელია ის მოთხოვნები, რომელიც აქ მყოფ ადამიანებს აქვთ, ეს ეხება პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ეს ეხება ახალი არჩევნების ჩატარებას. გიორგი ბურჯანაძეს ხედავ, მოგესალმებით და ბოდიში გიხდით გაგაწყვეტინეთ საუბარი. კიდევ ერთხელ თქვენი შეფასება მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ მთელს ამ პროცესს აქციებს მოყვა ბევრი შედეგიც. საგარეო მიმართულებით მათ შორის საერთაშორისო დონეზე ყველა საუბრობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იმ მოთხოვნებზე, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას, რომელიც დგას ასე ვთქვათ უცვლელად რუსთაველზე. რა პროცესის ვადევნებთ ახლა თვალს, კიდევ ერთხელ თქვენი შეფასება რა არის? ჩვენ გვაქვს უწყვეტი პროტესტი, ისეთ სადღესასწაულო დღეებში, როგორც დღევანდელი არის, ვაგრძელებთ ამ პროტესტს. ჩემი სიარული, ერთი მოქალაქის სიარული მიზნად ისახავს იმას, რომ ამ უწყვეტობას დავეხმარო, ხელი შეუწყო და უამრავი ადამიანიც, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, მე ძალიან მეიმედება, დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა ადამიანებს, რომ ამ დღესასწაულის მიუხედავად ახერხებენ აქ მოსვლას და იმედი მაქვს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენი მედეგობით დარწმუნებული ვარ, ბევრ შედეგს მივაღწევთ, ბევრს მივაღწიეთ უკვე და უამრავი რამ იქნება კიდევ მიღწეული. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ორი მთავარი მიზანი, ტყვეების პატიმრები ალბათ არასწორი სიტყვა, ტყვეების გათავისუფლება, ისინი აბსურდული ბრალდებით ყავთ ციხეში და ხელახალი არჩევნების ჩატარება. დიდი მადლობა. ასეთი ადგილზე არსებული ვითარება, ბუნებრივია ჩვენ ვჩებით, მოქალაქეები ნელ-ნელა იკრიბებიან ტერიტორიაზე და სულ უფრო ასე ვთქვათ ივსება. შეიძლება ვთქვათ რუსთაველის გამზირი უკვე 51 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს დედაქალაქში.